ერთი დღე პრეზიდენტის არჩევამდე ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ხალხის ნაცვლად 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს. ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. მათი შეფასებით ეს ნაბიჯი პოლიტიკურ კრიზისს უფრო გააღრმავებს. პროცესს არ აღიარებს არც მოქმედი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ახალი პრეზიდენტი არჩეული ვერ იქნება, შესაბამისად ის მთავარ სარდლის პოსტზე ისევ დარჩება. კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მართულ გუნდში, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას კი მორიგ სპეკულაციად აფასებენ. საქართველოს მთავარ სარდალი უნდა იყოს მიშა ყაველაშვილი. ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, ქართველი, ასე ვთქვათ, ერის და სახელმწიფოს. თქვენ ხომ გესმით, რომ მიშა ყაველაშვილს არასდროს არავინ ცივილიზებული სამყაროდან არ დაელაპარაკება სერიოზულად. ხვალ კიდევ ერთი ასე ვთქვათ, არალეგიტიმური არჩევნების შედგება და შესაბამისად ხალხის პასუხი. აუცილებლად იქნება საღამოს, როცა ქართველი ხალხი შეიკრიბება რუსთაველს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ ეს ყველაფერი არის ფიქცია. მე პოლიტიკოსი ვარ, მკითხავი არა ვარ, შესაბამისად ვერ გეტყვით რა იქნება, ზუსტად მე ერთი ვიცი, რომ საქართველოს კონსტიტუცია დარღვეულია, ჩვენ გვყავს ივანიშვილის პარლამენტი, რომელიც არ არის ლეგიტიმური, ის საარჩევნო კოლეგია, რომელმაც ყაველაშვილი უნდა აერჩიოს, არის მოღუნული, არასრულფასოვანი და არალეგიტიმური, მასში არასრულფასოვანი შემადგენლობაა და ის შემადგენლობა, რომელიც იქნება პარლამენტიდან, ეს შემადგენლობა არის არჩეული არჩევნების გაყალბების გზით, შესაბამისად ყაველაშვილი ვერ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნის. ერთი და მეორე, ყაველაშვილი არის ამ საზოგადოების სირცხვილი, რომ ზვიად გამსახურდია სარგილს დაიკავებს. ჩვენგან უკანონო პარლამენტის მხრიდან უკანონოდ არჩეულ ივანიშვილის პრეზიდენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, ამაზე გაცხადება გაკეთებული გვაქვს და მეორე ასევე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიქნებით იმ ხალხთან ერთად, რომელიც მათ შორის გააპროტესტებს უკანონო პარლამენტის მხრიდან არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას. მე რო ვადა გამიდა, მაინც მე ვიქნები, მაინც მე ვარო. ეგეთ რაღაცა სააკაშვილს არ უქმნია. იმდენად ძიმე ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს, რომ ამას ამბობ დავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც არის პირველ რიგში გამორჩეული თავისი დამოკიდებულებით თავისი სამშობლოს მიმართ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, ვითაც პირველ რიგში ჩვენ მიხარგზმანებთ და მას აქვს სხვა პიროვნული საუკეთესო თვისებები. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი. 300 წევრიდან 109 წევრი არის საკრებულოებიდან, რომელიც კვოტების შესაბამისად გადანაწილდა ცესკოს მხრიდან. 109 წევრიდან 54 იყო ქართული ოცნების, 55 იყო სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, რომლებმაც არ აითვისეს ეს კვოტები და არ წარმოადგენეს საკუთარი წარმომადგენლების საკრებულოებიდან და შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად გადანაწილდა სხვა პარტიაზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ აითვისა ეს კვოტები. მათთა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი, ასე ვთქვათ, და მთლიანად ცესკო წარმართავს ამ პროცესს. დელეგატები მისცემენ ხმას, კენჭისყრა გახლავთ ღია, ანუ არ არის ფარული.